მოგესალმებით ყველას. ბედნიერების ფონდი კვლავ გთავაზობთ საინტერესო სპიკერებთან ვებინარს და დღეს ჩვენი სტუმარია ცირად გებუაძე, ბედნიერების ფონდის მხარდამჭერი, პირველ რიგში და ცოდნასთან ერთად სიკეთის გამცემი და მზე ადამიანი ფონდისთვის. მისი მოსმენა დიდი სიამოვნებაა და სიხარული ბევრისთვის და ამაში დღეს თვითონაც დარწმუნდებით. ცირა არის ბიოლოგი, ლაბორატორიული მედიცინის ექიმი სპეციალისტი, ნუტრიციისა და ჯანსაღების მენტორი, საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების წევრი, პერსონალური განვითარების კოუჩი, ფსიქოკონსულტანტი, კოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის წევრი და ცირა დღეს ისაუბრებს სასარგებლო საინტერესო თემაზე თვით ზრუნვა და მენტალური ტრანსფორმაცია. და რას მოიცავს ეს თემა, უფრო დაწვრილებით და კონკრეტულად თვითონ მოგიყვებათ ამაზე და სანამ ახაც ცირას მე გადავცემ სიტყვას, მინდა ერთი განცხადება გაგაცნოთ, ვისაც სერტიფიკატების ასე ვთქვათ, სერტიფიკატი გინდათ რომ გქონდეთ, მოიწერეთ ამ ჩატში, ან მოგწერეთ ფონდის ასე ვთქვათ გვერდზე, იმიტომ რომ ერთ-ერთმა მონაწილემ გამოთქვა სურვილი რომ ქონოდა სერტიფიკატი დღევანდელი ვებინარის და იცოდეთ რომ სერტიფიკატის ღირებულება არის 25 ლარი და ეს თანხა ხმარდება ფონდის ბენეფიციარებს. ვისაც სურვილი გაქვთ ეს სერტიფიკატი შეიძინოთ, კი ბატონო, მოიწერეთ და ასე ვთქვათ დაგვიკავშირდით ამასთან დაკავშირებით. ცირა მოგესალმები, მადლობა ჩვენთან ყოფნისთვის, ყოველი შენი მხარდაჭერისა და სიკეთისთვის, რასაც გასცემ ფონდისთვის, ვაფასებთ შენს მხარდაჭერას და გვიხარია რომ დღეს კვლავ ჩვენთან ხარ და გისმენთ ძალიან დიდი ინტერესით. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც თვალყურს ადევნებთ და ჩართულნი ხართ ფონდის საქმიანობაში. ბედნიერების ფონდი მართლაც არის ცოდნის, სიკეთის და ქველმოქმედების ლამპარი. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი ვიყო ფონდის წიაღში, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა თანამშრომლობდე ბედნიერების ფონდთან და მეც ვიყო თქვენთან ერთად დიდი სიკეთის თანამონაწილე. დღეს ჩვენ შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც გახლავთ თვითზრუნვა, მენტალური ჯანმრთელობა, ზოგადად ადამიანის ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. მოგეხსენებათ, რომ ცხოვრების აჩქარებულმა ტემპმა, არასახარბიელო ეკოლოგიურმა მდგომარეობამ, საკმაოდ სტრესულმა გარემომ, ცხოვრების მჯდომარე წესმა გამოიწვია არაგადამდებ დაავადებათა პროცენტული მაჩვენებლის ზრდა. გამოვლინდა სხვადასხვა ფსიქიკური თუ ფსიქოლოგიური პრობლემები. შესაბამისად, მსოფლიოს გამოწვევად იქცა გრძელვადიან ჯანმრთელობაზე ზრუნვა. სამედიცინო სფერო აღიარებს, რომ გამოსავალი არის დაავადებათა პრევენცია. თუმცა პრევენცია არა მხოლოდ საინფორმაციო გზით, არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ პერსონალური გაცნობიერებით, თვითზრუნვის კულტურის დანერგვით და ადამიანებში თვითრეგულაციის უნარების განვითარებით. ამიტომაც, ალბათ დამეთანხმებით, არასოდეს ყოფილა ასე აქტუალური პერსონალიზებული მედიცინა, რომელიც მოიცავს ინდივიდის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას, ინდივიდუალურ დამოკიდებულებასა და მიდგომას. არასოდეს ყოფილა ასე აქტუალური პოზიტიური აზროვნება ან სხეულზე ორიენტირებული თერაპია. როცა ვსაუბრობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ მდგომარეობას, როცა ადამიანს შესწევს უნარი გაუმკლავდეს ცხოვრებისეულ სტრესს, ფლობდეს სტრესთან გამკლავების მექანიზმებს, იყოს პროდუქტიული, რეალიზებული, ჰქონდეს ჯანსაღი, ჰარმონიული სოციალური ურთიერთობები. შესაბამისად, მენტალური ჯანმრთელობა მოიცავს სამ მნიშვნელოვან კომპონენტს. პირველი ეს გახლავთ ემოციური კეთილდღეობა, რაც გულისხმობს საკუთარი გრძნობების აღიარებასა და პოზიტიურ განწყობას. მეორე ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, რაც გულისხმობს
ასევე საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებას უპირველეს ყოვლისა, მიზნების დასახვას, მიზნების მიღწევის უნარს. და მესამე, არანაკლებ მნიშვნელოვანი სოციალური კეთილდღეობა, ანუ ჯანსაღი ურთიერთობები სოციუმთან. თვითზრუნვა, რა თქმა უნდა, მოიცავს სრულიად გააზრებულ, გაცნობიერებულ ქმედებებს და უპირველეს ყოვლისა ჯანსაღ დამოკიდებულებას საკუთარი თავისადმი, ანუ ემპათიას საკუთარი თავისადმი პირველ რიგში, საკუთარი გრძნობების აღიარებას და მათთან თანაცხოვრებას. თვითზრუნვის მიზანი გახლავთ ფსიქიკური და ფიზიკური ჰომეოსტაზის შენარჩუნება, აღდგენა, რაც თავისთავად გულისხმობს ბალანსს, ჰარმონიას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კორელაციას, რაც განაპირობებს ორგანოების, ორგანოთა სისტემების, ჰორმონალური სისტემის და უჯრედის დონეზე მიმდინარე ყველა ბიოქიმიური პროცესის ფუნქციონირებას. ყოველივე ეს კი, რა თქმა უნდა, ემსახურება ჩვენი ორგანიზმის შიდა მუდმივობის, შიდა ბალანსის შენარჩუნებას და ორგანიზმის სრულფასოვან ცხოველმყოფელობას. თვითზრუნვის კომპონენტები, რა თქმა უნდა, ფიზიკური ზრუნვა, როცა ფიზიკურ ზრუნვაზეა საუბარი, ეს კომპონენტი მოიცავს კვებას, ფიზიკურ აქტივობას, ძილის რეჟიმს, ემოციური ზრუნვა. აქ უკვე საუბარია შეგრძნებების აღიარებასა და მიღებაზე, სტრესის მართვაზე, საკუთარი სტრესთან გამკლავების მექანიზმების აღმოჩენასა და ზოგადად ემოციურ მხარდაჭერაზე. სოციალური ზრუნვა კი თავისთავად მოიცავს ჯანსაღი საზღვრების დაწესებას, ურთიერთობებს, სოციალურ მხარდაჭერას, უპირველეს ყოვლისა, უნარს იყო საკუთარი თავის მხარდამჭერი. ყავდეს მხარდამჭერი წრე და შესაბამისად უკვე შენ თავადვე ხდები სხვისი მხარდამჭერი. აი თითქოს ყველამ ვიცით რა არის თვითზრუნვა, თუმცა რეალობაა, ფაქტია, რომ არ გამოგვდის მაინც საფუძვლიანი ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე, ზოგადად არ გამოგვდის რაღაცა ჩაუღრმავდეთ ზოგადად, რას ნიშნავს თვითზრუნვა. შეიძლება არც კი გვიფიქრია, ან დრო არ გამოგვიყვია იმისთვის, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხზე სერიოზულად და სიღრმისეულად გვეფიქრა. მე მინდა თქვენთან ერთად განვიხილო რამოდენიმე მიზეზი, რატომ არ გამოგვდის თვითზრუნვა, რატომ არ გამოგვდის საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს თვითზრუნვასთან დაკავშირებული სრულიად ინდივიდუალური აღქმა. ჩვენ ძალიან ხშირად ქოუჩებისგან, ფსიქოლოგებისგან გვესმის, გიყვარდეს ჩემი თავი. თუმცა შესაძლებელია ადამიანს, პერსონას არ ქონდეს გაცნობიერებული ეს რას ნიშნავს, ან შეიძლება საერთოდ არ ვფლობდე ინფორმაციას, როგორ შეიძლება ამის პრაქტიკაში განხორციელება. ან სრულიად შესაძლებელია მქონდეს მე, როგორც ინდივიდს, სრულიად ინდივიდუალური აღქმა. ხშირად ალბათ დამეთანხმებით, რომ თვითზრუნვა ჩვენს საზოგადოებაში გაიგივებულია ძვირადღირებულ სიამოვნებასთან, ძვირადღირებულ სამოსთან, ძვირადღირებულ დასვენებასთან, მაშინ როცა ის შეიძლება მოიცავდეს პატარა ყოველდღიურ ჩვევებს, რომელსაც მოაქვს სიხარული, ბედნიერება და კეთილდღეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი, რაზეც მინდა აქცენტირება გავაკეთო, გახლავთ კულტურული და სოციალური ნორმები და გამოვყოფდი თვითშეწირვის იდეალიზაციას. ანუ ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ მუშაობს რწმუნებულებები, ეგრეთ წოდებული პროგრამები,
მაგალითად, რწმუნებულება, რომ ფასდება ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს სხვებისთვის სწირავს. აი, აქვე მახსენდება ფრაზა, ალბათ ეს ფრაზა თქვენს გეცნობათ, ჩემი თავისთვის სადმცალია. ან ჩემი თავისთვის დრო არ მაქვს. რეალურად ალბათ წამოგწდენია რამოდენიმეჯერ ასეთი ფრაზა და ეს არის ზუსტად აი მრწმუნებულებების, ეგრეთ წოდებული პროგრამების გამოძახილი. ასევე სერიოზული მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიური სირთულეები, მძიმე სამუშაო რეჟიმი, ან სულაც მდგომარეობა, როცა ვთქვათ, საბაზისო საჭიროებები არ არის დაკმაყოფილებული. და შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში თვითზრუნვა აღიქმება ფუფუნებად. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი არის ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოგანათლების ხარისხი თითქოს გაიზარდა, მერწმუნეთ ჩვენ საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომელთაც რცხვენიათ ისაუბრონ თავიანთ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე, ითხოვონ დახმარება აღნიშნული მიმართულებით. და კიდევ ერთი მიზეზი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზი გახლავთ შინაგანი კრიტიკა და თვითდამცირება. ესეც გახლავთ აღზრდის პროცესში ჩამოყალიბებული თეორიის ზეგავლენა, რომ საკუთარი თავის სიყვარული სისუსტეა, ან ზარმაცობის, ან ეგოიზმის ნიშანი. მუდმივი შიდა კრიტიკა, რა თქმა უნდა, ხელს უშლის თვითზრუნვაზე ფოკუსირებას. ფოკუსირების არეალში საკითხის მოქცევა კი, რა თქმა უნდა, არის წარმატების საწინდარი და პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ადამიანმა დაიწყოს რეალური ზრუნვა საკუთარ თავზე. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი ბევრ რამეზე ერთად ფიქრობს და ძალიან უჭირს ყველაფერზე ერთად ფოკუსირება. ამიტომ საკითხის ფოკუსში მოქცევა, რა თქმა უნდა, რჩება ერთ-ერთ სერიოზულ ინსტრუმენტად. მე აქვე მინდა დავძინო უამრავ ადამიანთან მიწევს შეხება, ადამიანები ხშირად საუბრობენ, რომ მე ვზრუნავ საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, როგორც კი რაღაც წამომტკივდება, აუცილებლად მივმართავ შესაბამის სპეციალისტს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია, ასეც უნდა იყოს, თუმცა ჩვენ ძალიან გვიჭირს გავაცნობიეროთ როგორც ჩვენი შიდა რესურსი, ასევე გარე რესურსი. აი, სკრინინგ პროგრამები, რომელიც ჩვენ ფაქტიურად გარე რესურსების სახით გვაქვს, მიმართვიანობა მაინც არ არის როგორიც უნდა იყოს და რეალურად ეს არის შესაძლებლობა ადრეულ პერიოდში გამოვლინდეს ესა თუ ის დაავადება და მოხდეს ეფექტური მკურნალობა, რადგან ჩვენს ფიზიკურ დაავადებას ხშირ შემთხვევაში და აქ უკვე ფსიქოსომატიკას მოვიშველიებ, ხშირ შემთხვევაში საფუძვლად უდევს ფსიქოლოგიური პრობლემები ან პირიქით. და ეს არის დიდი განსჯის და ზოგადად სპეციალისტების განსჯის საკითხი, ასე ვთქვათ. ამიტომ შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, ინფორმირება და რა თქმა უნდა, პერსონალური გაცნობიერება. რატომ არ ვზრუნავ საკუთარ თავზე? რას ნიშნავს ჩემთვის თვითზრუნვა? რა მიშლის ხელს? ან რა ფაქტორები შემიწყობს ხელს და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს სამი მნიშვნელოვანი თარგა, რომელზეც დგას თვითზრუნვის კულტურა. ფიქრების მართვა, ემოციების მართვა და სხეულის მართვა. ძალიან ხშირად ისმის კითხვა, მაინც რომელია ის მთავარი კომპონენტი, რომელზე ზრუნვაც იქნება უფრო ეფექტური. უფრო სწორად, რომელ ფაქტორზე ზრუნვა განაპირობებს შემდგომ უკვე დომინოს პრინციპით შემდგომი ფაქტორების გააქტიურებას. მე მთელი პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეფექტური გახლავთ სხეულზე ზრუნვით დაწყება, რადგან ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ
ფიზიოლოგიური პროცესების სრულფასოვან წარმართვას. თუმცა აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ორგანიზმი არის ერთი დიდი მთლიანი სისტემა და ერთი ეკოსისტემის ნაწილი. უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ სწორედ სხეულის რესურსის გამოყენებით შესაძლებელია თუნდაც პოზიტიური განწყობის შექმნა. მოდით წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, აი ჩვენ გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ მოვიგეთ მილიონი. ან დაგვიფინანსდა სასწავლო კურსი, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობთ. რა ხდება ამ დროს, როცა რაღაც გვიხარია, როცა რაღაცა სასიხარულოს გვამცნობენ? ჩვენ აუცილებლად ვიღიმით და მხრებში ვიმართებით. ჰორმონი აცეტილქოლინესტერაზა, რომელიც გამომუშავდება ჰიპოთალამუსში 60 წამში. ეს გახლავთ სისხლის მიმოქცევის ერთი წრე, მოივლის მთელს სხეულს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ რაღაც კარგი ხდება. ამიტომაც ხშირად მას ჭორიკანა ჰორმონს უწოდებენ. ყოველივე ამის მექანიზმი კი არის სხეულის მეხსიერების უნარი. ანუ ჩვენს კუნთოვან კორსეტს დამახსოვრებული აქვს პოზიტიური მოვლენები, რომელიც ღიმილსა და მხრებში გაშლას უკავშირდება. შესაბამისად, ორგანიზმში დადებითი ფიზიკური და ემოციური ძვრები მიმდინარეობს, აქტიურდება ყველა ის ჰორმონი, რომელიც განწყობის ამაღლებასა და დადებით ემოციებზეა პასუხისმგებელი, ანუ ხელოვნურად, უბრალოდ მხრებში გაშლით და გაღიმებით, გარკვეულწილად შესაძლებელია ბუნება განწყობის გაუმჯობესება და დადებითი ემოციური ფონის შექმნა ჩვენს სხეულში. ზოგადად ჯანმრთელობა გახლავთ ცვლადი წონასწორობა, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ჩვენი ორგანიზმი რიტმის პრინციპზეა აგებული. ყოველ ჩასუნთქვას მოყვება ამოსუნთქვა. გული რიტმის პრინციპით მუშაობს. ასევე ჩვენს ორგანიზმში მუდმივად მიმდინარეობს აღშენებლობა და დაშლა, ასიმილაცია, დისიმილაცია. გარემოშიც, რომელშიც ჩვენ ვართ ინტეგრირებულნი, მუდმივად ცვლადი წონასწორობის მდგომარეობაა. იმ თვალსაზრისით, რომ მზის ამოსვლას მოყვება მზის ჩასვლა, წელიწადის დროებით რიტმის პრინციპით იცვლებიან გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი და როცა ჩვენ თვითზრუნვაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რიტმის ფენომენის გათვალისწინება, ვინაიდან რიტმის ფენომენს ეფუძნება ჩვენი სხეულის ფიზიოლოგიური მოცემულობა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ ჩვევებზე მუშაობა, მაგალითად, დასვენების სწორად დაგეგმვა, მაქსიმალური განტვირთვა, ეგრეთ წოდებული ამოსუნთქვის შესაძლებლობა ჩვენი სხეულისთვის და რა თქმა უნდა, ყველა სეზონის სასიცოცხლო ძალების გათვალისწინება. აქვე მინდა ყურადღება გავამახვილოს სწორ დასვენებაზე, გავაგრძელებ უფრო სწორედ სწორ დასვენებაზე, რას ნიშნავს სწორი დასვენება და რა შეცდომებს ვუშვებთ ჩვენ დასვენებასთან მიმართებაში. ნამდვილი, სრულფასოვანი დასვენება შეუძლებელია მხოლოდ ზაფხულში. ანუ მთელი წელი გამეტებით ვიმუშაოთ იმ იმედით, რომ ზაფხულში სრულად აღვიდგენთ ძალებს, არის მცდარი მოსაზრება. უნდა ხდებოდეს ჩასუნთქვა ამოსუნთქვის პრინციპით, მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობა, უნდა ხდებოდეს შაბათ-კვირის მაქსიმალური გამოყენება დასვენებისა და აღდგენისთვის. და თუნდაც ზაფხულში, რომელსაც ასე ველოდებით, ჯეროვნად და ხარისხიანად ვახერხებთ დასვენებას, მინდა გითხრათ, რომ ხშირ შემთხვევაში არა. მაგალითად, შვებულებას ვგეგმავთ, გავდივართ ზღვაზე და პირველ რიგში რას ვაკეთებთ? უმეტესწილად ვეფიცხებით მზეს.
ძალიან ხშირია გადაჭარბებული გარუჯვა და თუნდაც მცირედი გადაჭარბებაც იწვევს კანის, ჩვენი სხეულის ყველაზე დიდი ორგანოს დაზიანებას და ეს არის უდიდესი სტრესი ჩვენი ორგანიზმისთვის. შესაბამისად, ფაქტიურად წარმოიდგინეთ, დასასვენებლად ვართ წასულები და ჩვენმა სხეულმა, ჩვენმა ორგანიზმმა უნდა მოახდინოს მთელი ენერგიის მობილიზება იმისთვის, რომ აღდგეს კანის სტრუქტურა და ჩაცხრეს ხო ის ანთებითი პროცესები, რომელიც მიმდინარეობს. შესაბამისად, ირღვევა ამოსუნთქვა, ჩასუნთქვის რეჟიმი, ირღვევა დასვენების ციკლი და ხშირ შემთხვევაში შეიძლება სამსახურში დაუბრუნდეთ კვლავ დაღლილები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ემოციების მარაგზე ზრუნვა, დღის სწორი დაგეგმვა, კვების კომპონენტის გათვალისწინება, ძილ-ღვიძლის რიტმის შენარჩუნება და ხშირად მეც მინახავს დასასვენებლად ყოფნის დროს, ვთქვათ, მეგობრების ჯგუფი ღამე ერთობიან, დღე იძინებენ, რა თქმა უნდა, გართობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ ემოციების მარაგს თუ მივუბრუნდებით, ეს არის უპირობოდ მნიშვნელოვანი, თუმცა თუ რადიკალურად დაირღვა ბიოლოგიური საათი, ანუ აბსოლუტურად შეიცვალა ჩვენი ბიოლოგიური რიტმი, ორგანიზმი ვარდება კვლავ სტრესულ მდგომარეობაში და მთელი რესურსი ხმარდება აღდგენის პროცესს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რიტმის ფენომენი და შევუქმნათ ჩვენს ორგანიზმს საუკეთესო პირობები დასვენების პროცესში, რადგან ჩვენი სხეული, ჩვენი ორგანიზმი თავადაც ეფუძნება რიტმის პრინციპს და ცვლადი პროცესების ბალანსს. მე მინდა კიდევ ერთი არც თუ ისე სახარბიელო მაგალითი განვიხილო, მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი მოცემულობა. დასრულდა ჩვენი სამუშაო დღე, დადგა 6 საათი. ჩვენ უკვე განვეწყვეთ იმისთვის, რომ შინ მივბრუნდეთ, მივიღოთ შხაპი, განვიტვირთოთ, მივირთვათ საკვები და წარმოვიდგინოთ, რომ გვეუბნებიან თქვენ ვერსად ვერ წახვალთ, გასაგებია თქვენ იმუშავეთ 6 საათამდე, მაგრამ მთელი ღამე უნდა დარჩეთ და უნდა განაგრძოთ მუშაობა. როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, რას უდრის, წამების ტოლფასია, ხო ალბათ ეს მდგომარეობა. სწორედ ასეთ მდგომარეობაშია ჩვენი სხეული, როცა ჩვენ რიტმის პრინციპს ვარღვევთ, როცა ძალიან გვიან მივირთმევთ სუყე საკვებს ან გვიან ვიძინებთ. ფაქტიურად ჩვენ სხეულს ვეუბნებით, მე უნდა დავიძინო, შენ კი უნდა იმუშაო. ჩვენი ორგანიზმი იტანჯება, სისხლის მიმოქცევა გაძლიერებულია საჭმლის მომნელებელ სისტემაში, გამალებით მუშაობენ ჩვენი ორგანოები, ჩვენი ორგანოთა სისტემები, არ გამომუშავდება მელატონინი, ირღვევა მელატონინის გამომუშავება, შესაბამისად ირღვევა გრელინისა და ლეპტინის ბალანსი. გრელინი და ლეპტინი გახლავთ დანაყრებასა და შიმშილზე პასუხისმგებელი ჰორმონები. შესაბამისად, დილას აუცილებლად უგუნებოდ ვიღვიძებთ. ვინაიდან დაირღვა ბალანსი, სეროტონინის დონე არის დაბალი, მაღლა ადის კორტიზოლის დონე, სტრესის ჰორმონის და სავარაუდოდ სამსახურში უკვე გაღიზიანებულები მივდივართ. იქ კიდევ უფრო მაღლა შესაძლოა აიწიოს კორტიზოლის დონემ, ფაქტიურად შემდგომ უკვე აქტიურდება ისეთი ჰორმონი, როგორიც არის ადრენალინი და რეალურად სავარაუდოდ დიდი ალბათობით სახლშიც დავბრუნდებით უგუნებოდ და უხასიათოდ. შესაძლოა აი ამ გაღიზიანებადობის ფონზე ცოტა უხეშად მივმართოთ რომელიმე ოჯახის წევრს. შემდეგ კვლავ მივირთვათ იმაზე მეტი საკვები, ვიდრე ორგანიზმი გთხოვს. გაუცნობიერებლად ეს ხდება ამ არასასიამოვნო მდგომარეობის კომპენსირების მიზნით.
საბოლოოდ კი მცირე დროის გასვლის შემდეგ ვიღებთ მდგომარეობას, როცა მოდის საკუთარი თავის დადანაშაულება. ძალიან ნაცნობი გრძნობა, ალბათ თითოეული ჩვენგანისთვის. მოდის კითხვები, რა მინდოდა? რატომ ვიყავი გაღიზიანებული? ან რატომ მივირთვი ასე გადაჭარბებულად საკვები? და ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, იწვევს თვითგვემას, ეს რა თქმა უნდა აისახება თვითშეფასების ხარისხზე და შემდგომ, რა თქმა უნდა, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. ჩვენი ფიზიოლოგიური მოცემულობიდან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ჩვენი ჰორმონები დავყოთ ორ კატეგორიად: დღის და ღამის ჰორმონებად. დღის ჰორმონები, რა თქმა უნდა, ინსულინი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ჩვენს კვებასთან, კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი და დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს უამრავი სტრესი, გრელინი, ჩვენი ორგანიზმი მობილიზებულია, რომ ჩვენ არ მოგვაკლდეს ენერგია, გავუმკლავდეთ სტრესს, გავუმკლავდეთ ყოველდღიურ გამოწვევებს, შესაბამისად, რა თქმა უნდა, მატულობს გრელინის დონე, რომლის წყალობითაც ჩვენ გვგრძნობთ, რომ ძალიან გვშია და უნდა მივირთვათ საკვები. ღამის ჰორმონები კი გახლავთ მელატონინი, ძილის ჰორმონი, ლეპტინი, როგორც აღვნიშნე, ლეპტინი გახლავთ მადის დამდგუნველი ჰორმონი, ის მელატონინის მეგობარი ჰორმონია. სწორედ ლეპტინისა და მელატონინის ბალანსზეა დამოკიდებული ჩვენ ღამე გაგვეღვიძება თუ არა. ან სწორედ ლეპტინის დამსახურება, ასეთ შეიძლება ითქვას, რომ ღამე ჩვენ არ გვაღვიძებს შიმშილი, როცა გვძინავს. 7-8 საათი გვძინავს, ხო, რეალურად შეიძლება ცოტა ნაკლები, ან ცოტა მეტი. წარმოიდგინეთ 7-8 საათი დღის განმავლობაში, რომ არაფერი მივირთვათ. რა თქმა უნდა, ძალიან მოგვშივდება. ძილის პროცესში კი არ გვშივდება, არ გვაღვიძებს ჩვენ შიმშილი და ეს არის სწორედ იმ ბალანსის დამსახურება, იმ მეგობარი, ასე ვთქვათ, ჰორმონების დამსახურება, როგორც გახლავთ მელატონინი და ლეპტინი. აქვე შევჩერდები ზრდის ჰორმონზე და აქაც ძალიან ხშირად არის მცდარი ინფორმაცია, მცდარი მოსაზრება, რომ ზრდის ჰორმონი ემსახურება მხოლოდ ზრდაქან განვითარებას და ის მხოლოდ მოზარდებისათვის არის მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მოზარდებისათვის არის უმნიშვნელოვანესი ჰორმონი, ამიტომაც არის მოზარდებისათვის მნიშვნელოვანი სრულფასოვანი ძილი და ალბათ ის გამოთქმაც, რომ ბავშვი ძილში იზრდება, მთლად უსაფუძვლოც არ არის. დიახ, ზრდის ჰორმონი მონაწილეობს ზრდაგანვითარების პროცესში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია მოზარდებისთვის, მოზრდილებისთვის, უფრო სწორედ, რადგან სწორედ ზრდის ჰორმონს ეფუძნება ჩვენი ძვლების სიმტკიცე, ჩვენი მეტაბოლური პროცესების სრულფასოვანი წარმართვა. ჩვენ ღამე ფაქტიურად იმის ნაცვლად, რომ ასპარეზი დაგვეთმო ღამის ჰორმონების დირიჟორისთვის, რომელიც სცენაზე გამოიყვანდა ღამის ჰორმონებს და თითოეული მათგანი არაჩვეულებრივად შეასრულებდა საკუთარ პარტიას, ასპარეზი დავუთმეთ დღის ჰორმონებს. ჩვენს მიერ განხილული მაგალითის თანახმად, ჩვენ ფაქტიურად თავგზა ავურივეთ ჩვენი ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მოცემულობას, რომელიც სრულთან წყობაშია გარე სამყაროსთან. სპეციალისტებისგან ალბათ ძალიან ხშირად ნახევრად ხუმრობით გსმენიათ კითხვები. თქვენი ბიოლოგიური საათი სწორ დროს აჩვენებს? ან როცა ღამეა, თქვენთვისაც ღამეა და როცა თენდება, თქვენც იღვიძებთ? და თუ ეს ასეა, მაშინ, რა თქმა უნდა, მარტივია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მართვა. ისევ განხილულ მაგალითს რომ მივუბრუნდეთ, იმის ნაცვლად, რომ ხელი შეგვეწყო ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის, მაგალითად, თუნდაც მცირე ყურადღება დაგვეთმო ღამის კვების საკითხისთვის, ან ძილის ჰიგიენისთვის, რომელიც ითვალისწინებს განიავებულ ოთახს, ძილის წინ ცისფერი ნათების მორიდებას, რადგან ჩვენი ტვინი
ტელეფონის ან ტელევიზორის ცისფერ ნათებას აღიქვამს როგორც დღეს. ტვინს გონია, რომ ჯერ კიდევ არის დღე და იწყება დღის ჰორმონების გააქტიურება. ფაქტიურად კვლავ ასპარეზზე გამოდის გრელინი, შესაბამისად გვშივდება, საკვების მიღების შემდეგ იზრდება შაქრის დონე სისხლში და რა თქმა უნდა, შაქრის ტრანსპორტის, ინსულინის გამომუშავება. ზოგადად, როცა ჩვენ ვსაუბრობთ თვისზრუნვაზე, რა თქმა უნდა, აქცენტს ვაკეთებთ ჩვევებზე და მე ძალიან ბევრი ადამიანისგან მსმენია, რომ არ გამომდის ჩვევის შეცვლა. არ შემიძლია ჩვევის შეცვლა. ჩვევის შეცვლა შესაძლებელია გადაწყვეტილებით და ჩვენ მოგვიანებით ამაზეც ვისაუბრებთ. უბრალოდ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ძალიან მარტივად. თქვათ, გავაკეთეთ რემონტი სახლში და შევცვალეთ უბრალოდ ჩამრთველი, გადავიტანეთ მარცხენა მხარეს. ქონდა მარჯვენა მხარეს და გადავიტანეთ მარცხენა მხარეს. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ჩვენი მარჯვენა ხელი ავტომატურად წავა ჩამრთველისკენ. მაგრამ როგორც კი შევახსენებთ ხელს, რომ არა, ჩამრთველი გადატანილია მარცხენა მხარეს, რა თქმა უნდა, გავა დღეები, გავა გარკვეული დრო და ეს ყველაფერი ავტომატურად გადადის ჩვევაში. მთავარია იმ ინსტრუმენტების გამოყენება, იმ ინსტრუმენტების ცოდნა, შესწავლა, რომელიც ჩვენ გვეხმარება ჩვევების გამყარებაში, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას, ჩვენს კეთილდღეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელზეც ასევე მინდა გესაუბროთ, გახლავთ სხეულის მოსმენა, ანუ ინტეროცეფცია. ეს გახლავთ უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს აღვიქვათ ჩვენი შიდა მდგომარეობა, გამოვავლინოთ ტკივილი, დაძაბულობა და მოვახდინოთ რეაგირება შესაბამისი ქცევით. ყოველივე ეს კი რა თქმა უნდა გვეხმარება ჩვენი როგორც ფიზიკური მდგომარეობის, ასევე ჩვენი შეგრძნებების, ჩვენი ფიქრების, ემოციების აღიარებასა და მართვაში. ჩვენი ორგანოები ძალიან ხშირად გვაწვდიან ინფორმაციას, ჩვენ კი სრულად ავწდით ფაქტიურად სხეულის მოსმენას, ჩვენი რიტმიდან გამომდინარე, ჩვენი სტრესული დღის რეჟიმიდან გამომდინარე. ჩვენი ორგანოები კი ხან ძალიან გაბედულად, ხან შედარებით მორიდებით გვიკაკუნებენ და გვამცნობენ რაღაც ახალს. ჩვენ რას ვაკეთებთ? ხშირ შემთხვევაში პირველი, რასაც ვაკეთებთ, სასწრაფოდ ვიღებთ ტკივილგამაყუჩებელ აპს. მეორე, უბრალოდ ვაიგნორებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ ტკივილს. შესაბამისად, მერე როცა უკვე დაგვჭირდება, ვთქვათ, რაღაც სერიოზული ჩარევა, ან თუნდაც მარტივი манипуляция, ვიქცევით პატარა ბავშვებივით, ასე ვიტყოდი და მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ჩვენს ორგანოებს, რომლებიც ძალიან ერთგულად გვემსახურებიან. და ძალიან ბევრი ტრენერი, ძალიან ბევრი სპეციალისტი იყენებს ტრენინგების პროცესში ერთ ძალიან კარგ ტექნიკას და გაგიზიარებთ ამ ტექნიკას, შეგიძლიათ ვებინარის დასრულების შემდეგ, ან როცა დრო გექნებათ და სურვილი გექნებათ, გამოიყენოთ ეს ტექნიკა. თქვენ უნდა დაწეროთ თქვენი მოსაზრება, როგორ ფიქრობთ, რას იტყვიან თქვენზე თქვენი ორგანოები. ეს არის ძალიან სერიოზული ტექნიკა და რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ამას ჩაუღრმავდეთ, დაფიქრდეთ და დაწეროთ, როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებთ თქვენ, მაგალითად თქვენი გული ან თქვენი თირკმელი. მე მგონი ღირს ამაზე დაფიქრება და თუ კი ამას გაიზიარებთ, გააკეთებთ, ძალიან სერიოზული გაცნობიერებები შეიძლება მოვიდეს. არადა სხეულის მოსმენა, სხეულთან ჰარმონიული კავშირი არის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტი და ხშირ შემთხვევაში უტყუარი ინფორმაცია. რეალურად გამოდის, რომ ჩვენზეა დამოკიდებული რამდენად დაბალანსებული
დაცული იქნება არა მხოლოდ რიტმის ფენომენი, არა მხოლოდ ჩვენი ჰორმონალური ბალანსი, არამედ ჩვენი მენტალური კეთილდღეობა, ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობა და ზოგადად ჩვენი ცხოვრების სფეროები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ენერგოხარჯვები, რომელიც არ ექვემდებარება ადამიანის ნება-სურვილს. ეს გახლავთ ბაზალური ცვლა, გულის შეკუმშვაზე, სუნთქვაზე, თვალების დახამხამებაზე დახარჯული ენერგია, ასევე საკვების სპეციფიური დინამიური მოქმედება, რომელიც ასევე არ ექვემდებარება ადამიანის ნება-სურვილს, მაგრამ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ენერგოხარჯვები, ეს გახლავთ ფიზიკური და გონებრივი ენერგოხარჯვა. ამიტომ სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად დაცული იქნება ბალანსი ჩვენს მიღებულ და გაცემულ ენერგიებს შორის, ფიზიკურ და გონებრივ ენერგოხარჯვებს შორის, დასვენებასა და მუშაობას შორის, რადგან სწორედ ბალანსს ეფუძნება ჩვენი კეთილდღეობა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება და ქმედითი ნაბიჯები. მე აქვე მინდა ორიოდე სიტყვით შევეხო კვების საკითხს, ვინაიდან თვითზრუნვა და თვითზრუნვის განხილვა წარმოუდგენელია კვებისა და ფიზიკურ აქტივობაზე საუბრის გარეშე. ფაქტიურად დღეს კვება სრულიად აცდა მის მთავარ დანიშნულებას. რასაკვირველია, კვება არის ჩვენი იდენტობის, ჩვენი კულტურის გამოხატულება, რასაკვირველია, უდაოდ კვება არის სიამოვნება, თუმცა კვების უპირველესი დანიშნულება გახლავთ ორგანიზმის უზრუნველყოფა ყველა საჭირო ნუტრიენტით, ყველა საჭირო ნივთიერებით. და ეს ნივთიერებები გახლავთ, ჩვენ გვაქვს 7 მნიშვნელოვანი ნუტრიენტი და ესენი გახლავთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები, ცოცხალი მცენარეული ბოჭკო და რა თქმა უნდა, წყალი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქაც ბალანსი. სწორედ ამ ნუტრიენტთა ბალანსი უზრუნველყოფს ჩვენი ორგანიზმის სრულფასოვან, სრულყოფილ ფუნქციონირებას. არადა ჩვენ რომ სხეულის მოსმენის ხელოვნებას ფლობდეთ, ჩვენი ორგანიზმი თავადაც მოითხოვს ნუტრიენტთა ბალანსს. და ჩვენი წინაპრებით, რა თქმა უნდა, ინტუიციურად, სწორედ სხეულზე მოსმენის დაყრდნობით ქმნიდნენ საოცარ კერძებს, დაბალანსებულ კერძებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ არ ჰქონდათ არანაირი ცოდნა ან მეცნიერული მტკიცებულება. ძალიან მნიშვნელოვანია ჰოლისტური მიდგომა, ვინაიდან ჩვენ საკვებთან გვაკავშირებს ემოცია. ძალიან ბევრ პროდუქტთან, რომელიც ჩვენ გვიყვარს, ძალიან ბევრ კერძთან, ჩვენ გვაქვს ემოციური კავშირი. შეიძლება ეს ასოცირდებოდეს საოჯახო რიტუალთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობასთან, მეგობრებთან ურთიერთობასთან, ბავშვობასთან, სოფელთან, არ ვიცი, ძალიან ბევრ ამესთან, ბებოსთან, ხო? ძალიან ბევრ ამესთან. შესაძლოა ჩვენ გემოც ძალიან მოგწონდეს ამა თუ იმ პროდუქტის, მაგრამ აქვე არ უნდა გამოგრჩეს, რომ მნიშვნელოვანია ყური დავუგდოთ. რა ხდება ამ დროს ჩვენს სხეულში? ხომ არ არის დისკომფორტი? როგორ რეაგირებს ყოველივე ამაზე ჩვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა? კიდევ ერთი დასტური იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური საკითხების მიმართ ჰოლისტური მიდგომა, გახლავთ კვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორების კორელაცია. მაგალითად, ჰორმონი სეროტონინი, რომელზეც ვისაუბრეთ, გამომუშავდება ნაწლავებში. ამიტომაც ჩვენ ნაწლავებს ძალიან ხშირად ვუწოდებთ მეორე ტვინს. რას მივირთმევთ
და რამდენად ჯანსაღია ჩვენი ნაწლავური ფლორა, ჩვენი მიკრობიოტა გარკვეულწილად განსაზღვრავს ჩვენს პოზიტიურ განწყობას და ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას. აქაც შევჩერდები ინტუიციურ კვებაზე, ყველაზე თანამედროვე ტერმინზე და რადგან საუბარი ჩამოვარდა მიკრობიოტაზე, აქვე გეტყვით, რომ ყველაზე ესეთი ცნობილი პროდუქტი, რომელიც შექმნეს ჩვენმა წინაპრებმა, კომბოსტოს წნილი, ან თუნდაც მაწონი, გახლავთ საუკეთესო საშუალება ნაწლავების ფუნქციონირებისთვის. წნილი შეიცავს ლაქტობაცილებს, რომელიც ასტიმულირებენ ნაწლავის სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და მაწონი შეიცავს ცოცხალ პრობიოტიკულ შტამებს, რაც ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანი შრის შენარჩუნებას, ამცირებს პათოგენური ბაქტერიების რაოდენობას და აუმჯობესებს ზოგადად საჭმლის მონელებას. მუდმივი კავშირი ჩვენს ტვინსა და ჩვენს ნაწლავებს შორის მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში და ჩვენ თუ ყურს დავუგდებთ ჩვენს სხეულს, ძალიან ხშირად რეაგირებს ჩვენი კუჭ-ნაწლავი რაღაც სტრესზე, ხო, გაღიზიანებაზე. და ზოგადად სხეულის მოსმენა, სხეულის მოსმენის უნარი არის კიდევ ერთხელ განმეორდები, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, მით უფრო, როცა ჩვენ ვსაუბრობთ თვითზრუნვაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. როცა ზოგადად კვებაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გავაცნობიეროთ, რას მივირთმევთ, რატომ მივირთმევთ, როდის მივირთმევთ და რამდენს მივირთმევთ. კვების სიჩქარის კონტროლი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი და მე ძალიან მიყვარს ეს გამოთქმა, იკვებე ნელა, დაისვენე, დატკბი და ისიამოვნე. დიახ, კვება უნდა იყოს სიამოვნება, მან უნდა მოქცეს ემოციური ნაყროვანება და სხეული უნდა დააკმაყოფილოს, შეავსოს სასიცოცხლო ენერგიით. საკვებზე კონცენტრირება, როცა ფოკუსში ვაქცევთ იმას, რასაც მივირთმევთ. Mindful eating, გონებით კვება არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი ასეთ შემთხვევაში უამრავი კვლევა ცხადყოფს, რომ შეწოვის პროცესი, შეთვისების პროცესი ბევრად უფრო ეფექტურად მიმდინარეობს. შესაბამისად, ბევრად უფრო ეფექტურად წარიმართება მეტაბოლური პროცესები, ბევრად უფრო მარტივად გათავისუფლდება ჩვენი ორგანიზმი ნარჩენი ბაქტერიებისგან, ვთქვათ, მეტაბოლური პროცესების ნარჩენებისგან, თავისუფალი რადიკალებისგან და ასე შემდეგ. ასევე ძალიან მინდა ამაზეც გავაკეთო აქცენტი, ძალიან მნიშვნელოვანია ფრთხილად და ზომიერად მივიღოთ საკვები, რომლის მოხმარებაც ახალი დანერგილია, ან უცხოა ჩვენი გენეტიკური და ფერმენტული აპარატისთვის. იმიტომ რომ პროდუქტმა აუცილებლად უნდა გაიაროს მეტაბოლური ადაპტაცია. დღეს ძალიან ტრენდულია ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორიც გახლავთ ავოკადო, ქინოა, მანგო, უდაოდ შეუცვლელი პროდუქტებია, უდაოდ სასარგებლო პროდუქტებია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ეს პროდუქტები არის სრულიად ახალი ჩვენი გენეტიკური და ფერმენტული აპარატისთვის. აქვე მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ აი 4 გემოსთან ერთად ცხარე, მწარე, მჟავე და ტკბილი. გვაქვს მეხუთე გემოც. ამ გემოს ქვია უმამი და სრული თავისუფლება აქვთ დიასახლისებს და ყველას ნებისმიერ ადამიანს უმამთან მიმართებაში. უმამი არის გემო, რომლის მიღწევაც შესაძლებელია სანელებლებით. და რა თქმა უნდა, ყველანი ალბათ უმრავლესობა გრძანდებით ადამიანები, რომლებიც თავად ამზადებთ საკვებს და უმამის გამოყენება, ანუ სანელებლებით შეზავება ჯანსაღი საკვების, რომელიც აუცილებლად მოიტანს
ემოციურ ნაპროვანებას, აუცილებლად მოიტანს სიამოვნებას, რაც მნიშვნელოვანი კომპონენტია კვების პროცესში, აქაც ფაქტიურად ჩვენ ვართ სრულიად თავისუფლები და შეგვიძლია აი ეს უმამი, ანუ გემო, რომელიც არც ერთ გემოს არ გავს, თავადაც შევქმნათ. და სპეციალისტები აი იაპონელმა მეცნიერმა აღმოაჩინა ეს მეხუთე გემო და დაუკავშირა სხვადასხვა სანელებლებს და ჩვენი ქართველი სპეციალისტები, ქართველი ნუტრიციოლოგები ადარებენ ფრალეულისთვის გამზადებულ შესაძავებელ მასას, რომლის გემოც არ გავს სხვა გემოს. უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ვსაუბრობთ კვებაზე, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია სიამოვნების ფაქტორი, გასათვალისწინებელია ფსიქოლოგიური ფაქტორები და ხშირ შემთხვევაში უმართავი კვება არის არასახარბიელო მენტალური მდგომარეობის გამოძახილი. მაგალითად, ტკბილის მიღებით ხშირ შემთხვევაში სრულიად გაუცნობიერებლად ვანეიტრალებთ სტრესს და აი ვთქვათ, საღამოს სახლში მისულები გადაჭარბებულად საკვების მიღებით თითქოს ვაჯილდოვებთ საკუთარ თავს. შესაძლოა იმისთვის, რომ ვუძლებთ სამსახურს, რომელიც შეიძლება სულაც არ მოგწონს, ვცხოვრობთ გარემოში, რომელიც შესაძლოა სულაც არ მოგწონს და ასე შემდეგ. და ეს ეგრეთ წოდებული ჯილდოც მინდა გითხრათ, რომ დაკავშირებულია ჩვენს ბავშვობასთან. ჩვენი მშობლებიც ალბათ უშვებდნენ ამ შეცდომებს, ჩვენც ვუშვებთ ამ შეცდომებს, ბავშვი წამოიტირებს და ჩვენ უმალვე მას ვთავაზობთ ტკბილეულს და ვეუბნებით, რომ არ იტირო, აუცილებლად გიყიდი შოკოლადს ან შენთვის სასურველ ტკბილეულს. რეალურად ჩვენ ბავშვს უკვე ვთავაზობთ მზა სტრესთან გამკლავების მექანიზმს და მოზრდილობის ასაკშიც თავისუფლად შეიძლება მან ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სტრესთან დაკავშირებით აამუშაოს ეს სტრესთან გამკლავების მექანიზმი, ანუ საკვების მიღება, თუნდაც ტკბილეულის მიღება. ზოგადად წამყვანია, რა თქმა უნდა, მიდგომა. ჩვენ როგორ ვუდგებით ჩვენს სხეულს, ჩვენს ორგანიზმს, როგორ ვუდგებით ზოგადად თვითზრუნვის კომპონენტს. როგორც ვუდგებით, შესაბამისად ვუდგებით შემდეგ საკვებს, ფიზიკურ აქტივობას, დასვენებას და ასე შემდეგ. ჯანმრთელობის მართვისა და თვითზრუნვის საკითხს როცა განვიხილავთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გონივრული მიგნებები, მნიშვნელოვანია ჩვევების გამომუშავება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაცნობიერება. რაც შეეხება ფიზიკურ აქტივობას, ფიზიკური კეთილდღეობის განმსაზღვრელი მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს უწყობს სეროტონინის გამომუშავებას. აქაც სეროტონინს შევეხეთ, მაგრამ ფიზიკურ აქტივობასთან მიმართებაშიც არის უამრავი შეცდომა, აქაც წამყვანი უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა, ფიზიკური აქტივობა უნდა იყოს ინდივიდზე მორგებული და არ უნდა იყოს სტრესული, აქაც უნდა იყოს გათვალისწინებული როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები. შერჩეული ვარჯიში ან შერჩეული აქტივობა რამდენად ადეკვატურია, რამდენად შეესაბამება ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებს და სიამოვნებს თუ არა ფიზიკური აქტივობა და ემოციურ დონეზე რას იწვევს ესა თუ ის აქტივობა. აი ეს არის, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანი. და მაინც როდის მიდის ადამიანი დასკვნამდე, რომ თუნდაც დაფიქრდეს, რას მოიცავს თვითზრუნვა და რამდენად ზრუნავს ის რეალურად საკუთარ ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი იწყებს ფიქრს ზიანსა და სარგებელზე. ეს ხდება მაშინ, როცა იწყებს ფიქრს სად ვარ, რას ვაკეთებ, რატომ ვაკეთებ, საით მივდივარ, ან როცა ვთქვათ, უკვე დგება გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ადამიანი იწყებს ფიქრს
გააზრებას, გაცნობიერებას, მოდის სინანული და გაორმაგებული ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე. ასევე სტრესის შემთხვევაში, თუმცა მე რა თქმა უნდა არ ვსგულისხმობ ადამიანურ დანაკარგს და ძლიერ სტრესს, ყოველდღიური სტრესების ან შედარებით ძლიერი სტრესის შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში მოდის სერიოზული გააზრება. სტრესი ხანდახან არის ერთგვარი შეჯანჯღარება ჩვენი ორგანიზმისთვის. სტრესს აუცილებლად მოაქვს გააზრება. გააზრება ხშირ შემთხვევაში ბევრი ფიქრის, გაცნობიერების, მიგნებების ხარჯზე იქცევა გამოცდილებად. გამოცდილება, რა თქმა უნდა, უკვე იქცევა მადლიერებად და ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ იქნება საჭირო იყო იმისთვის, რომ მე მქონოდა ეს ცხოვრებისეული გამოცდილება და შესაბამისად გამოდის, რომ ამ სტრესისგან ადამიანი იღებს ძალიან სერიოზულ სარგებელს. ასევე, როცა ადამიანი აცნობიერებს თავად ან სპეციალისტის დახმარებით, რომ ფიქრები, რომლებიც მოდის, აუცილებლად გარდაიქმნება აზრებად. აზრები გარდაიქმნება ქმედებებად. ქმედება უკვე არის ჩვევა, ხო? ქმედება იქცევა აუცილებლად ჩვევებად და ჩვევა უკვე ჩამოყალიბდება გადაწყვეტილებად. და როცა ადამიანი პოულობს მოტივაციას, პოულობს საზრის, ის იღებს პასუხისმგებლობას და ასეთი ადამიანი ხდება საკუთარი ცხოვრების კაპიტანი. ასეთ შემთხვევაში ადამიანი ანვითარებს თვითრეგულაციის უნარს. თვითრეგულაცია კი გახლავთ კომპლექსური უნარი, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს აზრების, ემოციების და ქცევის მართვას. თვითრეგულაციის უნარი ასევე მოიცავს სურვილს მე როგორც ადამიანი, როგორც ინდივიდი ვიყო ინფორმირებული, ვიყო ეფექტური. ვიცოდე რა მინდა, რისთვის მინდა, რას მომიტანს და ასე შემდეგ. ვიცნობდე უპირველეს ყოვლისა საკუთარ სხეულს, მქონდეს სხეულის მიმღებლობა, ვიცნობდე და ვაღიარებდე საკუთარ ემოციებს და დავგეგმო და დაგეგმვაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება დროის მენეჯმენტი, რესურსების მენეჯმენტი და ასე შემდეგ. თვითრეგულაციის უნარი პირდაპირ კავშირშია ემოციურ ინტელექტთან. რადგან ემოციური ინტელექტი არის ადამიანის უნარი, გააცნობიეროს, მართოს საკუთარი ემოციები, ფიქრები და გაიგოს სხვების ემოციებიც. ემოციური ინტელექტი არ არის თანდაყოლილი, ემოციური ინტელექტი არის შესწავლადი და ყველაზე წარმატებულად ითვლებიან ადამიანები, რომელთაც აქვთ მაღალი ემოციური ინტელექტი. ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპონენტები კი რა თქმა უნდა გახლავთ თვითშემეცნება, ემოციების მართვა, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარები. თვითზრუნვა და ფიზიკური, მენტალური და ზოგადად ჩვენს კეთილდღეობაზე, ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა განაპირობებს თვითრეგულაციის უნარების განვითარებას. სხეულის მოსმენით, რიტმის ფენომენის მოსმენით, სხეულის ფიზიოლოგიური პროცესების მოსმენით და შესაბამისად თვითრეგულაცია ეხმარება ადამიანს თვითშემეცნების, საკუთარი თავის უკეთ შეცნობის და მართვის პროცესში. ძლიერდება ემპათია საკუთარი თავის მიმართ, სხვა ადამიანების მიმართ და იხვეწება სოციალური ურთიერთობები. გეთანხმებით, ჩვენს ეპოქაში ადამიანს აქვს უამრავი ცხოვრებისეული გამოწვევა. ცხოვრებისეული ტემპიდან და მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, მაგრამ ამავე დროს მას აქვს უნარი შეიმეცნოს, გააცნობიეროს,
შეცვალოს და მართოს ყველა ის პროცესი, რომელიც ემსახურება ჯანმრთელობაზე ზრუნვას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ჩვენი დღევანდელი შეხვედრა დასასრულს მიუახლოვდა, მგონი დროშიც ჩავეტიე. მე მინდა კვლავ მადლობა გადაგიხადოთ და მინდა მთელი გულით გისურვოთ ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობა. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მე მაგალითად ძალიან ვისიამოვნე ცირას ვებინარით და რა ვიცი თუ ერთ ადამიანს მაინც ერთი ადამიანი მაინც დავაფიქრეთ ამ თემაზე და რაღაცა ერთი ახალი ჩვევა დაიწყო დღეიდან ჩამოყალიბება ადამიანმა დაიწყო დღეიდან, ამისთვის ღირდა ეს ვებინარი და ეს შეკრება. და საერთოდ ყველა შეხვედრა აქვს თავისი შედეგი და არც ეს შეხვედრა არ არის უშედეგო რეალურად ყველაფერი და შემთხვევითაც არაფერი არ ხდება. ასე რომ რადგან დღეს შევიკრიბეთ, ესე იგი ეს საჭირო იყო ბევრისთვის და შეიძლება დღეს კითხვები არ დასვით, მაგრამ მოისმინეთ ის, რაც თქვენ უნდა მოგესმინათ დღეს. და მოდი ჩვენი კონცეფცია ზოგადად ფონდის ესეთია, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და ჩემი ღმერთმა იცის. და რაც შეგვიძლია და შეგვეძლება, ამას გავაკეთებ და გაცნობებთ მუდმივად ღმერთი სანამ მოგწვევს ამის ძალა შესაძლებლობას და სანამ გვექნება ამისი ფიზიკური და ასე ვთქვათ სხვა შესაძლებლობები. ასე რომ, რა ვიცი, უბრალოდ ერთ რაღაცას დავამატებ, რომ ხათ ცირამ რაც პრობლემებად ჩამოაყალიბა, აი ზოგჯერ ფიქრობ, რომ იმდენად გასული ვარ თქვენი განზომილებიდან, აი ფიზიკური მდგომარეობის გამო, რომ ეს ყველაფერი მე ბედნიერებად მიმაჩნია, რომ ზოგადად შეგიძლია უბრალოდ ადგეთილი წახვიდე სამსახურში 6 საათამდე თუნდაც იმუშაო და დაბრუნდე სახლში და თუნდაც რა ვიცი, ანუ ეს შესაძლებლობები ბევრი რაღაცა, რა ვიცი, თითქოს ჰანის სიხარულის პრაქტიკა გირჩევთ რომ წაიკითხოთ, ძალიან მაგარი წიგნია. და ის რომ თქვენ ტერფებზე ეყრდნობით ყოველდღიური და ფეხსაცმლის ჩაცმა შეგიძლიათ, ეს უკვე ბედნიერება და მერე გინდა ივარჯიშოთ, გინდა არ ივარჯიშოთ. ამისი თქვენი გადაწყვეტილება, თქვენი არჩევანია და თქვენ როგორ ეკცევით მერე საკუთარ თავზე, როგორ პატივცემ და როგორ ზრუნავთ საკუთარ სიჯანსაღეზე, სხვა არავინ არ იზრუნებს. კიდევ თქვენ საკუთარი თავისთვის და ნაკლებად სხვები, ასე რომ მოკლედ ბედნიერებას გისურვებთ, გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ დაინახოთ ბედნიერება წრიულ მანებში და იმ რამეებში, რისი გაკეთების უნარი თქვენ გაქვთ. და რა ვიცი, ცხოვრება არ დაგეზაროთ, უბრალოდ ძალიან საინტერესოა და ძალიან ასე ვთქვათ ლამაზი და კარგია იმისათვის, რომ ჩვენს თავზე არ ვიზრუნოთ პირიქით. უნდა გავიხაროთ, ვიზრუნოთ როგორც თავზე, ასევე სხვებზეც და ბუნებაზეც, ცხოველებზეც და რა ვიცი, რაზედაც შეგვეძლება და ღმერთი გვაძლევს ძალას ვიზრუნოთ. მოკლედ, დაგემშვიდობებით, მადლობა ცირას კიდევ ერთხელ. საინტერესო, ასე ვთქვათ, ვებინარისთვის, საუბრებისთვის, რჩევებისთვის და ფონდი კვლავ დაგიბრუნდებათ, როცა ამისი დრო და საჭიროება იქნება. აბა დროებით მადლობა თითოეულ მონაწილეს და მადლობა ბედნიერების ფონდს.